იბატონო რა ვიცი ხო დავიწყეთ სარკოიდოზი ახასიათებს მარცხენა პარკუჯის დილატაცია სკიდის გათხელება გლობალური სეგმენტური ჰიპოკინეზია და ეს ჰიპოკინეზია როგორც წესი არ არის შესაბამისი კორონარული დისტრიბუციის სარკმლოვანი პათოლოგია მარჯვენა ღრუების დილატაცია ძირითად სემპტომი და თავისუფალი კედელი შეიძლება სისქე მოიმატოს და გავდეს ჰიპერტროფიულ კარდიოპათიას ხო კიდევ ერთხელ ვიძახი რომ არა კორონარული გავრცელების რეგიონული ასინერი გაი დაახლოებით ასეთი აი არის ჰიპოკინეზი აქ არის განევის აქ არის შესქელება და რა თქმა უნდა არითმია და ბლოკადები ეს არის მისთვის დამახასიათებელი სარკოიდოზი ეს არის ამილოიდოზი კედლების გაზრდა მარჯვენა პარკუჯის სისქის გაზრდა წინაზე ბევრი ვილაპარაკეთ მარცვლოვანი ბრწყინვალება ინფილტრაციის გამო შეიძლება წინაგულე გიდეს ჰიპერტროფია გიდის ამილოიდოზი კონდა ამას ლაპარაკს გიდის ამლა ახასიათებს ხო მცირე გამორეჟინე პერიკარდიუმში ეს კაცი რომელიც გაბავდა ხირურგიაზე ამილოიდოზი კლასიკა აქეთკენ არის მარცხენა უყოდეს ამ მარცხენაზე მარჯვენა აი ამით რა ვიცი ეს რა თქმა უნდა ვერ გადაიტანდა იმას ცოცხალია მაგრამ არც არ იკეთებს რა ქვია დაბრასდა ჩვენზე ოპერაცია ეგონა გადაარჩენდა ეს არის ამილოიდოზის დამახასიათებელი ხარისთვალი ანუ ამილოიდოზის ახასიათებს კაი გულშროდობა მაგრამ ცუდი ლონგიტუდინალური სტრენი ანუ სიგრძის დაჭიმულობა აპექსიდან რგოლიდან აპექსამდე მასიკურად ხედავთ აი აქ აპიკალური სფიარინგი კარგი გულშროდობა როგორც სიხოსხვალერე და აქეთკენ კიდე სუსტი გულშროდობა და დაბალი ებრიმები ეს დაბალია როგორც წესი ყოველთვის დაბალია ეპიკი გინდა ლატერალური გინდა სეპტალური ყოველთვის დაბალია სარკოიდოზი